გაჩვენოთ სამზარეულოში წერტილების განაწილების გეგმა. ან შევარჩიოთ, ჩავწეროთ. აი ეს გვაქვს მე მგონი მეტრა 50-70, ზუსტად აი ამ ზომის ზუსტად ჯდება. დღეს ვიწყებთ სახლის კინოთეატრის დაგეგმარება. დაცვაზე აყვანა მოხსნა კლავიატურის საშუალებით ხდება. ამ სახლში არის ბევრი სხვადასხვა დიოს პროდუქტი, წამოგზავნით და სიამოვნებით დაგათვალიერებით. ჩვენ ვიმყოფებით კომპანია ინსტას საწყობში, სადაც ხდება კონკრეტული პროექტისათვის საჭირო მასალების გამზადება და შემდეგ დამკვეთისათვის მიწოდება. კომპანია ინსტას სამონტაჟო ჯგუფი უკვე ადგილზეა, ასე რომ დღეს დაიწყება ელექტროსამონტაჟო სამუშაოები. ბატონო გიორგი, უკაცრავად თუ შეიძლება ერთი წუთით გისმენთ? მოდით გითხარით რითი ვიწყებთ დღეს. გვაქვს უკვე მუშა პროექტი, რომელზეც იმუშავა ჩვენი ფირმის საპროექტო ჯგუფმა. დღეს შემოვიტანეთ შესაბამისი მასალები, რომლებიც საჭიროა დაწყებისთვის. დავგეგმავთ ძირითად მაგისტრალებს, რითაც უნდა დამაგრდეს კაბელები და ჩვენ თანამშრომლებთან ერთად დავიწყებთ სამონტაჟო სამუშაოებს. ქებულის პროფესიონალები იატაკის გათბობას ამზადებენ. დავიწყეთ სამუშაოები იატაკის სამზარეულოში იატაკის გათბობით. იატაკის გათბობა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. მთავარი არის ფილა საიზოლაციო, რომელიც არის წყალმედეგი და შესაბამისად სინესტეს ვერ აიღებს. ეს ძირითადად თამაშობს თბოიზოლაციის როლს. რათა არ გადაცეს ტემპერატურა ქვევით და არ მოხდეს დანაკარგი ტემპერატურის. შემდეგ საიზოლაციო ფილაზე მაგრდება სპეციალური სამაგრები, რაშიც მაგრდება უკვე უშუალოდ მილები, მეტალოპლასტიკის მილები, რომლის ძირითადი კომპონენტი არის ალუმინი. ალუმინი თამაშობს როგორც სითბოს გადაცემის ფუნქციას, ასევე ჟანგბადისგან იცავს და ჟანგბადის მინერალები არ ხვდება წყალში, რაც მომავალში უკვე თელ სისტემას იცავს კოროზიისგან და თავდება ბოლოს უკვე სპეციალური ბადით, რომელიც არმირების როლს თამაშობს, რათა არ მოხდეს ბზარების წარმოქმნა მომავალში უკვე მოჭიმვაში. მე მაქვს ერთი შეკითხვა. ანუ როდის შეიძლება უკვე რომ გავაკეთოთ მოჭიმული იატაკი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რაღაც სამუშაოები უკვე გავაგრძელოთ და მჭირდება თქვენგან თანხმობა და დროის ცოდნა. დილიდან თუ დაიწყებთ უკვე დასუფთავებას, დასუფთავების შემდეგ ჩვენ დაგჭირდება რამოდენიმე საათი, რომ დავასრულოთ მთელ სახლში პირველ სართულზე მიგაყვანილობა. შესაბამისად, იმ ოთახებიდან დავიწყებთ, რომელი ოთახებზეც გადაწყვეტავთ მოჭიმის მოწყობას. ნუ ფაქტიურად ჩვენ ვაპირებთ ალბათ სამზარეულო ზონიდან მოჭიმული იატაკის დაწყებას. ვინაიდან იქ გამზადებულია. ხომ მართალი ვარ? სამზარეულო მზად არის. დილიდან შეგიძლიათ აქ დაასხათ უკვე. ძალიან კარგი. ანუ ვჯდებით მითითებულ ვადებში, ოპერატიულად მუშაობთ და არ გვაფერხებთ. დიოს უკვე მზად აქვს ჩვენი სახლის კარფანჯრის პროექტი. თქვენ შემთხვევაში თქვენი სახლისთვის მუხის ფაქტურა იქნება ფერი ფანჯრებზე. შევჯერდით იმაზე, რომ დავამზადებთ გერმანული პროფილით, ეს იქნება 5 კამერიანი პროფილი.
რაც უზრუნველყოფს მეტ თბოიზოლაციას და ხმაურისგან მეტად დაცვას. ფერი როგორც გითხარით კიდე განმეორდები რომ არის მუხის ფაქტურა, რაც იყო თქვენი მოთხოვნა პროექტში. კი ბატონო, ეხლა გავიაროთ კონფიგურაციის საკითხები, ანუ რომელი ფრთა საიტი იღება და ამ შემდეგ. ერთად. და შემდეგ უკვე უნდა გავაფორმოთ ხელშეკრულება. ფასს რაც შეეხება, ფასმა შეადგინა 34500 ლარი, მაგრამ თქვენ შემთხვევაში, რადგან იყო დიდი შეკვეთა 100 კვადრატულ მეტრზე, გავრცელდა ფასდაკლება 15% და სახელშეკრულებო ღირებულება იქნება 29300 ლარი. რაც შეეხება კონფიგურაციას, სათითაოდ რომ გავიაროთ ყველა პოზიცია ცალ-ცალკე. ხედავთ გაღების მხარეები, როგორც არის ეს კარი, რომელიც იღება ორივე ფრთა და ზემოთ ფანჯარა პატარა, რომელსაც ექნება გადამოკიდების ფუნქცია. პრინციპი ეს არის, აი ამ ხაზების გაღების მხარეები. ეს არის შემდეგი პოზიცია, ვიტრაჟული ტიპის, რომელიც არ იღება. ეს არის კარი, შუაში და გვერდზე ვიტრაჟი, კი და ზემოდან გადამოკიდების ფუნქცია ექნება. იგივე აქაც. იგივეა აქაც. სულ რამდენი პოზიციაა? სულ არის 32 პოზიცია. 32 პოზიცია. გადავიდეთ უშუალოდ კონტრაქტის გაფორმების საკითხზე. ეს არის ხელშეკრულება, გაეცანით, სადაც აღნიშნულია სახელშეკრულებო ღირებულება, რაოდენობა, აღნიშნულია გარანტიის შესახებ ერთ-ერთი პუნქტი. შემდეგ გვერდზეც ჩვენ დავიწყებთ დამზადების პროცესს და მონტაჟის თარიღი დავგეგმოთ ერთობლივად. კი ბატონო, აგირეკავთ ჩვენი წარმომადგენელი. კარგით, დიდი მადლობა. არაფრის. პროფილი დამზადებულია მაღალი ხარისხის დარტყმა გამძლე მასალისაგან. არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, მაგნიუმს და კადმიუმს. პროფილის სისქე, კედლის სისქე 3 მმ-მდეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ მდგრადი იყოს პროფილი. შიდა შრეები, რომელსაც ჩვენ კამერებს ვეძახით, 5-ია. ეს კამერები უზრუნველყოფს თბოიზოლაციას და ხმაურისგან დაცვას. დიოს კარფანჯრის პროფილები შემუშავებულია სპეციალურად საქართველოს გარემო პირობებისთვის. არ ხუნდება, არ ყვითლდება და არ კარგავს ფორმას. პროფილის შიგნით არსებული მეტალი უზრუნველყოფს სიმყარეს და საიმედოობას, ხოლო მაღალი ხარისხის რეზინის შემავსებელი ხმის იზოლაციას. დღევანდელი მშენებლობა და რემონტი თაბაშირ მუყაოს ფილის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. როცა საქმე თაბაშირ მუყაოს ეხება, პირველი რაც გვახსენდება არის კნაუფი. ფირმა კნაუფი საქართველოში მოღვაწეობს 98 წლიდან, 2006 წლიდან უკვე ჩამოყალიბდა როგორც არა მარტო მარკეტინგული ფირმა, არამედ საწარმოო ფირმა და წარმოება გაიხსნა 2009 წლიდან. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ფირმა კნაუფს თაბაშირ მუყაოს საქართველოში ასეთი ქვეყნიდან არ შემოუტანა. კნაუფი თავის მომხმარებელს თავაზობს სისტემებს, კედლის მოპირკეთების სისტემები, ტიხრის სისტემები და ჭერის სისტემები. გვაქვს
ასევე იატაკის მოჭიმვის სისტემები. ყველა ის თამდევი მასალები, რაც ჭირდება კნაუფის სისტემებს, ჩვენ შემოგვაქვს ისევ კნაუფის ქარხნებიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან. ფირმა კნაუფი აქ აწარმოებს თაბაშირმოყაოს ფილებს და ასევე პროფილებს. თაბაშირმოყაოს წარმოება მოიცავს როგორც ჩვეულებრივ თაბაშირმოყაოს წარმოებას, ასევე ნესტგამძლე თაბაშირმოყაოს წარმოებას და ცეცხლგამძლე თაბაშირმოყაოს წარმოებას. ცეცხლგამძლე თაბაშირმოყაოს წარმოებისას ემატება მინის ბოჭკოები, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას, ხოლო ნესტგამძლე თაბაშირმოყაოს წარმოებისას მასში ემატება სილიკონის ზეთი. თაბაშირმოყაოს წარმოებისთვის ჩვენ ხმარობთ ესპანური წარმოების მუყაოს, ცეცხლგამძლე თაბაშირმოყაოს წარმოებისას იგივე მუყაო არის წითელი ფერის შეფერილობის, ხოლო ნესტგამძლე თაბაშირმოყაოს წარმოებისას ის არის მწვანე ფერის. თაბაშირმოყაოს ფილები გამოიყენება როგორც სოწერტილებში, ასევე მისი გამოყენება შეიძლება ისეთ ადგილებში, სადაც დიდი მოთხოვნა არის ცეცხლმედეგობაზე. შესაბამისად, ყველა ამ ფილას ვაწარმოებთ აქ ადგილზე საქართველოში უმაღლესი გერმანული სტანდარტით. ჩვენ საწარმოში დაკავებულია 83 თანამშრომელი და ჩვენი საწარმო წლის განმავლობაში უშვებს 6 მილიონ კვადრატულ მეტრ თაბაშირმოყაოს. პროფილების წარმოება 2012 წლიდან ამუშავდა აქ. ჩვენ უშვებთ ყველა სახის პროფილს, ესე იგი, როგორც კედლებისათვის, ასევე ჭერებისათვის და ჩვენი პროფილები გამოირჩევა იმით, რომ მათი სისქე არის 0.6 მმ მოთუთიებული თუნუქის, ხოლო თუნუქის მოთუთიების მაჩვენებელი არის 150-დან 250 გრამამდე კვადრატულ მეტრზე. ეს სტანდარტი არის გერმანული სტანდარტი და ამ სტანდარტით უშვებთ ჩვენ აქ საქართველოში ამ პროფილებს. კნაუფს აქვს საქართველოს ძალიან ძლიერი სადილერო ქსელი, ჩვენ გვყავს 35 დილერი, მათი შესაბამისი სავაჭრო ცენტრებით, სავაჭრო წერტილებით, საწყობებით, მთლიანად რომ ავიღოთ ჯამში თანამშრომლებისა და იმ ინფრასტრუქტურის მხრივ, რომელიც კნაუფის ფირმას თან ახლავს, საერთო ჯამში სადღაც 5000 კაცი არის დასაქმებული იმის გამო, რომ ეს ქარხანა აქ მუშაობს საქართველოში. დღეს უკვე ვაკეთებ ჩვენ დაკაბელებას. აი ჩვენ ამ ვარიანტზე ვისაუბრეთ, ეს არის ლაინერის მოდელი. ერთი მოცულობა ცემენტზე. ჩვენ ვამატებთ 3 მოცულობა პერლით, აპროილ პერლით. სახლი მდებარეობს თბილისში, დიღომიერში, ახლად განაშენიანებულ პრესტიჟულ უბანში. სახლის საერთო ფართი 250 კვადრატული მეტრია. პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები ოთახი, სამზარეულო სასადილო, კაბინეტი, აბაზანა და დამხმარე სათავსოები. მეორე სართულზე 3 საძინებელი, 3 აბაზანა, 3 საგარდერობე და 4 აივანი. 500 კვადრატული მეტრის კეთილმოწყობილი ეზო, გამწვანებით და სარწყავის სისტემით. ეზოში განთავსებულია მანქანის სადგომი და აუზი. სახლი უზრუნველყოფილი იქნება ავეჯით, ტექნიკით, გათბობა გაგრილების და უსაფრთხოების სისტემებით. საქართველოში ყველაზე ცნობილი სახლი შესაძლოა თქვენი გახდეს. შეძენის პირობების შესახებ დაგვიკავშირდით Facebook-ზე. სახლი მდებარეობს თბილისში, დიღომიერში, ახლად განაშენიანებულ პრესტიჟულ უბანში. სახლის საერთო ფართი 250 კვადრატული მეტრია. პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები ოთახი, სამზარეულო სასადილო, კაბინეტი, აბაზანა და დამხმარე სათავსოები. მეორე სართულზე 3 საძინებელი, 3 აბაზანა, 3 საგარდერობე და 4 აივანი. 500 კვადრატული მეტრის კეთილმოწყობილი ეზო, გამწვანებით და სარწყავის სისტემით. ეზოში განთავსებულია მანქანის სადგომი და აუზი. სახლი უზრუნველყოფილი იქნება ავეჯით, ტექნიკით, გათბობა გაგრილების და უსაფრთხოების სისტემებით. საქართველოში ყველაზე ცნობილი სახლი შესაძლოა თქვენი გახდეს. შეძენის პირობების შესახებ დაგვიკავშირდით Facebook-ზე.
როგორც გახსოვთ, სახლის უსაფრთხოებაზე ზრუნავს კომპანია ნეოტეკი. ისინი ყოველთვის სწრაფად და ხარისხიანად ასრულებენ სამუშაოს. დღეს უკვე ვაკეთებ ჩვენ დაკაბელებას, კერძოდ დავყოს კაბელის სიგნალიზაციისთვის, სახანძრო დეტექტორებისათვის და გაზის გაჟონის დეტექტორებისათვის. დღეს ბიჭები შეეცდებიან დღის ბოლომდე ყველაფერი დაკაბელება მოასწრონ, დაამთავრონ და შემდეგ უკვე როცა დამთავრდება რემონტი, მივაყენებთ აპარატურას. აპარატურას მიყენების შემდეგაც დაუჭირდება ერთი დღე, რომ ყველაფერი სისტემაში მოვიყვანოთ და ჩავდოთ. Planet Perfectos მშენებლები აუზზე მუშაობას განაგრძობენ. აუზისათვის გამოვიყენეთ Heidelberg ბეტონის წყალუჟონადი ბეტონი, ხოლო ტექნიკური ოთახისათვის ჩვეულებრივი. ჩვენი არქიტექტორი კი ესტუმრა კომპანია Aqualines. ჩვენ ამ ვარიანტზე ვისაუბრეთ, ეს არის ლაინერის მოდელი, ესე ვთქვათ, სკიმერი. ის ფილაა თქვენ რაზეც. წყალი ამოდის აი ამ დონეზე. წყალი ამოდის აი ამ დონეზე. იქნება წყალი მის მიხედვით. რამდენი კაცია ჩასული, ადის ჩადის კომპენსატორი არის. ეს სპეციალური ბორტია, ხელის მოსაკიდიც არის, წყალი რო არ ჩამოდიოდეს წვიმის დროს, ესე ვთქვათ, აუზში. ეს ვარიანტებია ლაინერის. ალბათ რაღაც უცის პოტენციალი. აი, ამაზე შევჩერდით. დამაინტერესებს იატაკზე და კედლებზე ერთ და იგივე მასალა. კი, იატაკზე როცა საფეხური კეთდება, აგერ ანტისლიპები არსებობს ამისთვის და ანტისლიპით იფარება მერე საფეხური. ფეხი არ დაუწოდეს. ეს არის სპეციალური ხსნარი, თხევადი ლაინერის შოვების დასამუშავებლად. კიბის საშუალებაც გვაქვს. კიბის საშუალებაც არის კი. აი ეს ფოლადის, უჟანგავი ფოლადის კიბი იქნება, შეიძლება სხვა მოდელი იყოს. თქვენ აუზისთვის, მაგრამ ძირითადად ესეთი მოდელებია. 3-4 საფეხური ალბათ საკმარისი იქნება. მეტრ ნახევარი გვაქვს. სიღრმიდან გამომდინარე. არსებობს, რა თქმა უნდა, უჟანგავი ფოლადის სკიმერიც და განათებაც. ამ სტენდზე შეგიძლიათ იხილოთ შვედური კომპანიის თქომცვლელები, რისთვის არის ეს თქომცვლელი წყლის გასაცხელებლად აუზში. არსებობს ელექტრო, არსებობს თქომცვლელი, რომელიც გადაცემს სითბოს აუზის წყალს. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ ტემპერატურა. ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ ამ თქომცვლის მეშვეობით აუზის ტემპერატურა. და რომელი დანადგარი გამოდგება ჩვენი აუზისთვის? ჩვენი აუზისთვის გამოდგება სავარაუდოდ აი ეს 40 კილოვატიანი პატარა დანადგარი. აქ თქვენ ხედავთ დოზაციის სისტემებს, ანუ ეს არის ტვინი, რომელიც ზომავს წყალში არსებულ თავისუფალ ქლორს და pH-ს და იმის მიხედვით აკლია თუ ზედმეტი ან ჭირდება, ავტომატურად ამატებს და დოზირებას ახდენს წყალში ამ ორ კომპონენტს, ესე ვთქვათ. აუზის ქიმია არსებობს ფხვნილის სახით და თხევადიც არის. ეს არის ფხვნილისთვის, იყრება შიგნით ფხვნილი, აქ არის რედუქტორი, რომელიც მზავდება და მერე დოზირების პომპა ტვინიდან გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით აწვდის აუზს საჭირო რაოდენობას. ეს არის ორთქლის საბანოს გენერატორი, გამოყოფს ორთქლს. ორთქლის საუნების კარები გახლავთ ეს, ალუმინის ჩარჩოშია. მშრალ საუნებში ფის ჩარჩო ჭირდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ გადაცემს ტემპერატურას, როგორც თქვათ, ალუმინი. და გვაქვს სხვადასხვა დიზაინში და სხვადასხვა ზომაში. აგერ არის საუნები, ასევე ვამზადებთ საუნებს, ეს არის გამზადებული, ქარხანაში დამზადებული და ჩამოტანილი სხვადასხვა მოდელები გვაქვს ზომის მიხედვით, ეს არის 1.5 მეტრ-80-ზე. ასევე შეგვიძლია ანუ ჩვენი სურვილის მიხედვით შეიძლება ზომის ცვლილება, რა? კი, ამათ სტანდარტული ზომები აქვთ სტოკზეა. და თქვენი სურვილის მიხედვით ნებისმიერ საუნას ვაკეთებთ, იმიტომ რომ გვაქვს ამის მოსაპირკეთებელი მასალა, დასაჯდომები, ბოლოკები, ესე ვთქვათ, და კარები ნებისმიერი ფორმის. აქ არის განლაგებული ქიმიის ძალიან დიდი არჩევანი, აზური აგიხსნით. გვაქვს არომატიზატორები, როგორც ფინური აბანოსთვის, ეგრეთ წოდებული საუნისთვის, ასევე ორთქლის აბანოსთვის, სპა, ეგრეთ წოდებული სტიმი. სულ უფრო პოპულარული ხდება საცურაო ტბორები, ბატონო, გვაქვს ქიმია საცურაო ტბორებისთვის, სადაც ერთი სექცია არის მცენარეებისთვის განკუთვნილი და იგივე გვერდზე არის, სადაც ხდება ბანაობა. ანუ იქნება სულ შთაბეჭდილებას ბუნებაში. დიახ. ეს ქიმია გათვლილი იმისთვის, რომ არავნოს
თქვენთვის სასურველ წყალმცენარეებს და გაანადგუროს არასასურველი წყალმცენარეები. გვაქვს დინოტეკის ქიმია, გერმანული ხარისხი, გვაქვს ხემაფორმის ქიმია. ანუ ძირითადად გერმანული პროდუქცია. ძირითადად გერმანული. როგორც გახსოვთ, ჩვენ უკვე შევარჩიეთ აუდიო სისტემა სახლის კინოთეატრისათვის. დღეს სმაილის წარმომადგენელი ადგილზე მოგცემს რჩევებს. დღეს ვაკეთებთ უშუალოდ უკვე დაკაბელებას, როგორც შევთანხმდით, ვაკეთებთ უკანა ორ დინამიკზე, კაბელს წინასწარ ჩადებას, ანუ იატაკის ქვეშ. ამ შემთხვევაში ვიყენებთ ჰამას, კვერტ-კვეთანახევრიან ჰაერგამოცლილ აუდიო კაბელს. და დაზღვევის ვარიანტში გამოვიყენებთ გოფრეს, რომლითაც იქნება დაცული იატაკში. დიახ. ამ შემთხვევაში იქნება მართვის ცენტრამდე ორი კაბელი და ორი უკანა დინამიკი იქნება მოყვანილი აი ამ ადგილზე. კი ბატონო, დაშორება ერთმანეთში? ერთმანეთში იქნება დაახლოებით 3 მეტრი დაშორება და იქნება დასაჯდომის ორივე კუთხეში. ირაკლი, მოდი ჩვენ ახლა მოვნიშნოთ წერტილები. დიახ. და ჩვენი ხელოსნები ამას ყველაფერს ძალიან კარგი. როგორც უკვე იცით, აფუებულ პელიტი იდეალურია, მსუბუქი, თბოგერად საიზოლაციო მასალაა. აფუებულ პელის ტოლი არ მოეძებნება ისეთ პარამეტრებში, როგორიცაა დაბალი თბოგამტარიანობა და მაღალი აკუსტიკური მაჩვენებლები. აფუებული პელიტი გამოიყენება მსუბუქი პელიტაბეტონის დასამზადებლად, რომლის ფოროვან-მარცვლოვნო სტრუქტურა განაპირობებს პელიტაბეტონის დაბალ თბოგამტარიანობას და მაღალ აკუსტიკურ მაჩვენებლებს. პელიტაბეტონის მოცულობითი წონები იწყება 300 კილოგრამ 1 კუბურ მეტრში და მთავრდება 1200 კილოგრამ 1 კუბურ მეტრში. თუ შევადარებთ ცივ ბეტონს, რომლის მოცულობითი წონა არის 2400-დან 2700 კილოგრამ 1 კუბურ მეტრში, მსუბუქი პელიტაბეტონი 3-ჯერ 4-ჯერ უფრო მსუბუქია. იგორ, რა უპირატესობა აქვს პელიტაბეტონის გაკეთებულ მოჭიმული იატაკს ჩვეულებრივი სილა და ცემენტის ხსნარის მოჭიმული იატაკთან შედარებით? პირველ რიგში მოცულობითი წონა, მეორე მაჩვენებელი არის თბოგამტარიანობის მაჩვენებელი, რომელიც დღევანდელი რეცეპტურის მიხედვით გვექნება 0.3 ლამდა. ანუ 3-ჯერ 4-ჯერ უფრო ნაკლებ გამტარიანია, ანუ 3-ჯერ 4-ჯერ უფრო თბილია. ზამთარში და უფრო გრილი იქნება ზაფხულში. ბგერად საიზოლაციო მაჩვენებელი ასევე გვაქვს ჩვენ 35-დან 45 დეციბელამდე, ანუ 3-ჯერ 4-ჯერ უფრო მაღალი აკუსტიკური მაჩვენებელი აქვს. და რაც თავარია, უზრუნველყოფს ტემპერატურის ოპტიმალურ რეჟიმს შენობაში. კი ბატონო, იგორ, მოდი ესე ვქნათ, ჩვენ მშენებლებს შევუწაროთ კონსულტაციები. დიახ. გაზავებასთან დაკავშირებით, რამდენი რა ვიხმაროთ, ცემენტის სილა, პერლიტი. დიახ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ 4 კომპონენტს: ცემენტი, ქვიშა, აფუებული პერლიტი და დანამატის სახით ჩვენ გამოვიყენებთ პლასტიფიკატორს, ბასვის ფირმის პლასტიფიკატორი REMIFIX 125, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს აფუებულ პერლითან. ანუ ამცირებს ბზარებს და აუმჯობესებს აგდეზიას. ჩვენი რეცეპტის მიხედვით გვაქვს შემდეგი პროპორციები: 1 მოცულობა ცემენტზე, ჩვენ ვამატებთ 3 მოცულობა პერლიტს, აფუებულ პერლიტს, ვამატებთ 2 მოცულობას ქვიშას და 1% პლასტიფიკატორს ცემენტის წონიდან გამომდინარე. ანუ თუ გამოვიყენებთ თქვა 100 კილოგრამ ცემენტს, ჩვენ ვამატებთ ლიტრ-ნახევარს პლასტიფიკატორს. რაც შეეხება დანამატს, პლასტიფიკატორის სახით აუცილებლად უნდა გაიხსნას პირველ რიგში წყალში და შემდეგ დაემატოს ხსნარში. სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე გვექნება დაახლოებით 60-65 კილოგრამი 1 სმ²-ზე და ბგერად საიზოლაციო კოეფიციენტი გვექნება დაახლოებით 35-40 დეციბელი. ბეტონი 1672 ლარი და 50 თეთრი. პერლიტი 825 ლარი. ქვიშა 930 ლარი. სულ დახარჯულია 119.293 ლარი და 50 თეთრი. შეგვიძლია რომ გავანათოთ კონკრეტული ერთი ფერი, ანუ დავუშვათ ლურჯი, მწვანე ან წითელი. ზუსტად აქ დადგება ვიტრაჟი, მეტრა და 20, მეტრა და 30 სანტიმეტრი გვაქვს აივანი. იმისათვის რომ შეირჩეს, აუცილებელია ყოველთვის რაღაც სასტერი შეღება მოხდეს. გამარჯობა. მოგიტანეთ მოსაპირკეთებელი მასალები, კერამიკული ფილები, მოკლედ ის პროდუქცია, რომელიც ამ ეტაპისთვის გჭირდებათ. აღნიშნული გამწვევი არის ბოლო თაობის. აქვს სენსორული მართვის სისტემა,